ბატონი ჰენრი კუპრაშვილი, რომელიც თავად მოგვითხრობს ზურის კოლხური სტილის შესახებ. ბატონო ჰენრი, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს ამ სტილს, მაგრამ მივიწყებული იყო თქვენ აღმოაჩინეთ თუ როგორ მოხდა ამის ორგანიზაცია ყოველთვის? მეგრულ სოფელში, ესეთი ლამაზი მეგრული სოფელია ერგეტა. ზუგდიდის რაიონია, ზღვის პირას არის, ანაკლიასთან ახლოა. ბავშვობას ვატარებდი იქ. და იქ არის ესე ლევან ბაბუა ცხოვრობდა, ასეთი ლევან ქურსუა. შესანიშნავი კოლხი მოხუცი, აი წვერები, ჩაბალახით, ჩოხით, საოცარი პიროვნება იყო რა, მართლა ლამაზი კოლხი კაცი, მოხუცი. და ბავშვი ახლა მაშინ ტელევიზორი არ იყო და სხვა გართობა არ იყო და ბავშვები შემოუსხდებოდით ხოლმე და გვიყვებოდა 1000 ამბებს და ძალიან საინტერესო მთხრობელი იყო. ალუბლის საკუთარი ჩიბუხი ჰქონდა, აბოლებდა იმას და უსმენდით ხოლმე და აი მაშინ ერთ-ერთი რაღაც ლეგენდას ყვებოდა და იქ იყო ერთი ფრაგმენტი ასეთი რომ ძველად კოლხ და იბერიელ მეომრებს წვრთნიდნენ აი ხერხით, ხელფეხს უკრავდნენ, უშვებდნენ წყალში და ასე ავარჯიშებდნენ. ეს მხოლოდ ლეგენდა იყო ისტორიულ წყაროებში? არა, ლეგენდა, მოგპატიეთ. ლეგენდა იყო, ლეგენდა ასე მოყვალ ლევან ქურსუა. და ნუ შემდეგ ეხლა თვითონ აი ამ ცურვის სახეობას და ამ წვრთნას ორგვარი ესე იგი დატვირთვა ჰქონდა. ერთი ის რომ თქვა ფიზიკურად ძლიერი იყო მეომარი და თქვა თუ ჩავარდებოდა ტყვედ და მით უმეტეს საზღვაო ქვეყანა იყო და ზღვით გაყავდათ ტყვეები, თქვა მოახერხებდა გემიდან ან გადახტომას ან რაღაცას ხელფეხ შეკრული, მას შეეძლო ნაპირზე გამოცულობა თავი გადაერჩინა. მაგრამ ეს მარტივი ახსნა არის სხვათა შორის. ქონდა უფრო რთული და მე მგონია რომ აი ქართულმა სამხედრო ხელოვნებაში ან ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა მე მგონი ძალიან გაუსწრო თანამედროვეობას და რადგანაც აი მოგეხსენებათ ადამიანს ცხოველური შიში აქვს წყლის სტიქიისადმი. წარმოიდგინე ხელფეხ შეკრულს თუ შეუკრავ ხელფეხს, მიიყვან წყალთან და გადაგაგდო. გული გაუსკდება უკვე სანამ გადააგდებ. იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენია რომ ხელფეხ შეკრულმა წყალში იცურავ. ესე იგი საოცარი რაც არსებობს ადამიანს ცხოველური თანმდევი შიში მუდამ აქვს. და აი სწორედ იმ სამხედრო წვრთნის დროს, როდესაც მეომარს ამ ცხოველურ შიშს გადაალახინებ და თქვათ ხელფეხ შეკრული ეუფლება იგი წყლის სტიქიას და ამ შიშს გადალახავს, აი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი მეომარი დგება მისგან, ხო? ესე იგი საოცარი ესე მიგნება იყო და ამას ახლა ხშირად ზოგი რაღაც არასერიოზულად შეხედავს. აი სწორედ აი ამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საოცარი მიგნება იყო. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ასეთი ცხოველური შიში, საოცარი შიში აქვს ადამიანს და აი ამ შიშს დაძლევს და ხელფეხ შეკრულ შეუძლია წყლის სტიქიას დაეუფლოს მეომარი. ძალიან ძლიერი მეომარი იქნებოდა. და ალბათ იმიტომაც იყო რომ სანამ უძველეს დროში მართლა ძლიერები იყვნენ, ხო? ქართველები, იბერებიც და კოლხებიც საკმაოდ ძლიერები იყვნენ. და შემდეგ ხდება რომ თქვათ რაღაცა ეს გარე პოლიტიკური თუ რაღაც ძალების გამო თანდათან კარგავს ამ სიძლიერეს და მე უკვე დღევანდელ სიტუაციაში ვარ. მაგრამ დღესაც ალბათ აუცილებელია რომ აღვადგინოთ აი ეს ძველ ფესვებს დაუბრუნდეთ რაღაცნაირად და შეიძლება რომ აი ეს მეომრული სულიც აღვიდგინოთ, აი ეს ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერებიც გავხდეთ. ისე ვართ, ბევრ სიძნელეს უძლებთ, მაგრამ უფრო ძლიერები შეგვიძლია გავხდეთ და ძველი დიდებაც დავიბრუნოთ. თქვენ როდის დაიწყეთ ამ ცდელობა ვარჯიში? ეხლა ეს არ ვიცი 1, 4, 5 თუ 6 წელია ზუსტად არც მახსოვს. უბრალოდ აი ამ საოცარი მოგესწრებათ ძალიან ისე რთულ პერიოდში მოექცა ქართველი ერია რა, იმ ძველი რაღაცა იმ სივრციდან გამოვიდა სრულიად ახალ განსხვავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სივრცეში შედის. ძალიან ისეთ სულიერი კატაკლიზმები განიცადა, ძალიან რთულ ადაპტირება ძალიან გაუჭირდა და ძალიან ძნელია საერთოდ უცბად მართლა იმ სულ განსხვავებული პოლიტიკური სივრციდან
გადახვიდეს სულ სხვა სივრცეში. და აი ამ გაჭირების მომენტში რაღაცნაირად თანაც მოგეხსენებათ ეს გარე პოლიტიკური ძალები საკმაოდ ზეგავლენას ახდენენ და ზეწოლას ახდენენ, ბოლომდე ჩვენი განთავისუფლება ვერ მოხერხდა, ვერ გავიგლიჯეთ ეს ამირანმა ვერ გაიგლიჯა ეს მიჯაჭვული ჯაჭვები, სხვათა შორის აი ქართულ სინამდვილისათვის, ვთქვათ აი ხელფეხშეკრულობის და აი მიჯაჭვული ამირანიც მოწმობს, სიმბოლურია. ხო, სიმბოლურად აი ეს ზის, ვთქვათ აი ეს, იმიტომ რომ ქართველი სულ ამ ჯაჭვების გაგლეჯას ლამობს. და აი რატომღაც ამომიტივტივდა ის ლეგენდა, რომელიც ლევან ქურსუა ბაბუაჩემმა მაშინ მოგვიყვა ბავშვებს. ამომიტივტივდა და წარმოვიდგინე, რომ აი დღევანდელი ქართველებიც ასეთ ხელფეხშეკრულები ვართ რა ვთქვათ. და ვცადე გაცურვა. მანამდე ალბათ კარგად ცურავდით ძალიან. არა, ნუ ახლა ვცურავდი ჩვეულებრივ ბავშვობიდან სულ დავდიოდი ჯერ კიდევ სანაპირო დღეს რესტორანი არა გვირომ არის, იმ ადგილზე სანაპიროზე იყო აუზი, სხვათა შორის ძალიან კარგი აუზი იყო, იქ დავდიოდი. მე ტექნიკურ გპ-ში, სპიში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდი 1968 წლიდან, იქ გაიხსნა მე 74 წელში აუზი, იქ დავდიოდი. მე აქ ლაგუნა ვერეზე და სულ მთელი ცხოვრება სულ წყალთან ძალიან დიდი ის მქონდა რა. სიყვარული და სულ ყოველთვის დავდიოდი. ვცურავ ჩვეულებრივად. დავდიო ბავშვობაში ნიორაძე იყო მწვნელი, მასთანაც დავდიოდი და რაღაც შესწავლილი მაქვს. გავცადე და გამოგივიდა. ხო, და თან ვიფიქრე, იგი თან ის იდეაც მაწუხებდა, რომ ვთქვათ ლეგენდის გაცოცხლების რა, თუ შევძლებდი და გავცურავდი და აღვადგენდი, ესე იგი მაშინ ეს ლეგენდა სინამდვილეს შეეფერება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბევრმა გააცოცხლა ლეგენდა რა ტიმ სევერინმაც მითი კოლხების გახსოვთ არგონავტების მითი ხო გემი ააგო და იგივე მარშრუტი გაიმეორა. ასევე ჰაინრიხ შლიმანმა ილიადას კითხულობდა და ყველას რომ ეგონა რომ ეს ზღაპარი იყო დაამტკიცა რომ სინამდვილეში მართლა არსებობდა. ასევე ვთქვათ იგივე ლორდ ჯორჯ ესა ბაირონმა ჰეროსა და ლია ის ადგილი სადაც მე გადავცურე. მაშინ თქვენ თვითონ გადახვედით აი ამ თემაზე და ვაჩვენოთ კიდევაც ჯერ როგორ გაჩნდა ის იდეა რომ სწორედ დარდანელი გადაგეცურათ რა იყო ამის მიზეზი და საერთოდ ახლა თქვენ გაცურეთ, მაგრამ აი მაინტერესებს უკვე საზოგადოების ყურადღება როდის მიიპყრეთ თქვენს მიმართ, ამ პირველი რეაქცია როგორი იყო? პირველი გაცურვა ეს ლაგუნა ვერეზე ეს იყო 2001 წლის 28 იანვარს ეს სხვათა შორის რომან გოცირიძემ მოახდინა ამის ინიცირება. ერთად მოგვიწია, ესა დავნიძლავდით კიდეც რომ ესა იძახდა ის გალიდან არის და ცურვა კარგად ვიციო. სულ ტრაბახობდა რატომღაც და მეც ახლა კი უქნევდით თავს და აი თუ გინდა შეგეჯიბრებიო და კი ბატონო შეგეჯიბრები, მხოლოდ მე ხელფეხშეკრული ვიქნებიო. ახლა საცილად სიცილი დაიწყო და ახლა პირველი რეაქცია მაინც იყო არა, ნუ არ დაიჯერა და ახლა სიცილი დამიწყო საცილად და რაო ახლა რა ხელფეხშეკრული. მე ვთხარი რომ დაგენიძლევები თუ გინდა მე ხელფეხშეკრული ვიქნები. აღარ მახსოვს ლუძე თუ შამპანოზე და გუდაურში ვიყავით, იქ რაღაც ამერიკელები აწყობდნენ, რაღაც ეს იყო რაღაც სწავლება იყო და იქ მონაწილეობდით. და მოკლედ შევიკარიხა და გაუსწარი ამ ხელფეხშეკრულმა გაბრაზდა ძალიან. მაგრამ მოკლედ მე იმან გამოახდინა მისი ინიცირება, რომ ეს რომ აი საჯარო და მეთმოხტარი ხო ამის გაცურვა რაღაც მე ლაგუნა ვერეზე იქ უამრავი ჟურნალისტი ის იყო ტელეკომპანიების როიტერი ასე და მე ძალიან დიდი მე მგონი მაშინ CNN-მა 11 ჯერ აჩვენა გაიმეორა ერთ-თვის მანძილზე ხშირად იმეორებდა ამ იმას. შემდეგ უკვე მაშინვე დაიბადა ეს იდეა და დარდანელი უნდა გამეცურა. იმ წელს არ გამოჩნდა სპონსორი. შემდეგ მომავალ წელს კობან არჩემაშვილი როგორც აი იმის დინამოს კლუბის ის დროშა ჩანს სწორედ. ის არის ფიზკულტურულ
სპორტული კლუბი დინამოს თავმჯდომარე საზოგადოების. და ამ დინამომ დამაფინანსა და მან გამოახერხა ამის ორგანიზაციამ. და ხო დარდანელზე წასვლა, კატარების დაქირავება, მთელი უამრავი გადასალახი პრობლემები იყო და აი ნარჩემაშვილის თაოსნობით ეს განხორციელდა დარდანელის გადაცურვა. იქაც რა ვიცი, საკმაოდ ესეთი პრობლემები იყო, მაგრამ გადავლახეთ. ალბათ სასინჯი წინასწარი გაცურვა მოხდა თუ ეს? არა, იქ მანამდე 1-10 დღით ჩავედი, იმიტომ რომ უნდა დამეზვერა ადგილი, შემესწავლა, სად უნდა გადამეცურა, როგორ გადამეცურა, წყლის ტემპერატურა, ასევე ვთქვათ, ახლა ლამაშის გადაცურვა თუ მომიწევს, წინასწარ უნდა ჩავიდე, შევისწავლო ადგილი, ორივე მხარეს, კლიმატი, წყლის ტემპერატურა, დრო უნდა შეირჩეს, ყველაფერს ისეთ ასევე დარდანელზეც ასევე მოხდა. შემოდით ეს ჟურნალი ვაჩვენოთ მაგალითად. ეს არის წიგნი, ფოტოალბომი, ხო. ფოტოალბომი Georgian Times-მა გამოცა, გერმანიაში დაიბეჭდა. მთავარი რედაქტორია ომარ გოგიაშვილი, პროფესორი, სპორტის აკადემიის რექტორი. სამენოვანია ინგლისურად, ქართულად და რუსულად და რა ვიცი, ახლა ხარისხი, როგორც ამობენ, ძალიან მაღალ დონეზეა დაბეჭდილი. აი ეს ფოტო. ხო. და მოგვითხრობს ამ თელს დარდანელის გადაცურის პერიპეტიებს, ის ლაგუნავერეზე განხორციელებულ გადაცურვას. ეხლა აი ლამანშთან დაკავშირებით რა პრობლემებია და როდის არის დაგეგმილი? ლამანშთან მე მზათა ვარ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო და ვინარჩუნებ ამ ყოველ დილას დავდივარ ლაგუნავერეზე, იქ ვლადიმერ გოიაშვილმა ყოველ შემთხვევაში ყველანაირი პირობა შემიქმნა ამისთვის, რომ ფორმაში ვიყო ყოველთვის. და მეც, იმიტომ რომ სპონსორზეა დამოკიდებული, თუ სპონსორი გამოჩნდება, მე მზათა ვარ წავიდე გადავცურო. რა თქმა უნდა, სეზონი თუ არის, საზაფხულო სეზონში ალბათ რომ ზამთარში ვერ გაცურა. აი ამერიკის შემოთავაზებაც ძალიან საინტერესოა. არის კიდევ ასეთი ჩარლზ კავალიერი, რედაქტორ-გამომცემელია ნიუ-იორკიდან. მან ერთხელ ინტერვიუ წიგნს წერს საქართველოზე და იქ ერთ-ერთი პარაგრაფი თუ თავი ეთმობა ამ კოლხურის აღორძინებას. ინტერვიუც გააკეთა Georgia Today-ში დაიბეჭდა და მას დაებადა იდეა, რომ იქნებ, ვთქვათ, აი ეს რა ქართულ სინამდვილეში რა კი ეს მიჯაჭვული ამირანის, დაჭრილი არწივის და სულ ასეთი რაღაცა ფიგურირებს და არის, იქნებ აი ამ ხელფეხშეკრული კოლხურით მანჰეტენიდან ან ჰუძონის ყურეში თავისუფლების ქანდაკებასთან მოხდეს ეს გადაცურვა, მიცურვა და იქ, ვთქვათ, აი ამერიკის დახმარებით ხდება ვთქვათ, აი მიჯაჭვული ამირანის განთავისუფლება. ნუ ამას უფრო ასეთი დატვირთვა აქვს, უფრო ეს პოლიტიკურით და იდეურად უფრო დატვირთულია. და ის აწარმოებს მოლაპარაკებას ამერიკის ვეტერან ათლეტთა კლუბთან. და აი ყოველ იმაში ველოდები ახლა ფაქსი ეს მომივიდა ელექტროპოსტა რომ წერილია ელექტროპოსტით რომ წინასწარი ჰქონდა მოლაპარაკება და ახლა ნუ რაღაც იქაც ბიუროკრატიული მანქანა რაღაც მუშაობს და არ ვიცი ალბათ შეიძლება მოესწროს ისე 11 სექტემბრისთვის გვინდოდა ისე დამთხრება რომ სწორედ აი მანჰეტენიდან იქიდა რომ იქ გაცურა. აი მაყურებელს აინტერესებს თქვენ თვითონ თუ ასწავლით სურვას და მე მგონი აი ეს პასუხი იქნება ეს წიგნი რომელიც უნდა გამოიცეს. კი, სხვათა შორის იქ ესეთი მომენტი იყო. უკვე 12 კილომეტრი მქონდა გადაცურული, ხლა ეს კადრი რო ჩანს. 12 კილომეტრი გავცურე და როგორც იქნა გავიმართე წელში, დავდექი ფეხზე, იმიტომ ძალიან ძნელია ხელფეხშეკრული წყალში დადგე, გავიმართე და კბილები გაღიმებული რომ აი ახლა მოვლენ და მომეშველებიან და გამიხსნიან და ომიყო აკაცშვილი არ მოდის ყვირიან რიტას უკრავენ რაღაცა და თურმე გვანჯიმანიას უთქვია რომ არ შეიძლება მარათონელი მოცურავე რომ გადმოვა თავისი ფეხით უნდა მოვიდეს მეორე ნაპირზე და დადგესო და ახლა ეს მარათონელი რომელიც ხელფეხგახსნილია ამისთვის ხომ ეს მიუღებელია და წარმოუდგენელი მაგრამ და
და ამიტომ მელოდებია რომ მე თვითონ გამოვიდა. მე იძულებული გავხდი დავწექი ისევ როგორც იქნა ცალი ხელი გავითავისუფლე და თვითონ გავიღაგერ ჩანსი და თვითონ გავიხსენისა და გავედი თვითონ მე ნაპირზე. ის ერთ-ერთ სოფელთან, ქეფესთან მომიწია მისვლა. და მე აქეთ ჟურნალისტების ერთი კატერი არც არის მოსული ამ დროს რა. აქედან ეს გიორგი დულარიძის კადრებია, მე მგონი ისინებს. რუსთავიორის ისე. ხო და ესეთი კურიოზიც იყო რა მაგ მომენტში რა. იმიტომ რომ ახლა 3 საათი და 15 წუთი ვცურავდი. დაღლილი, ისე რაღაცა და ველოდები მოვა ხალხი გამიყვას საფესე არა. კოჩებამდე ვარ. ხო, რაც შეეხება, ესე იგი, მზად არის ცურვის ქართული ამ სახეობის კოლხურის მეთოდური სახელმძღვანელო. ეს პირველი არის, რა თქმა უნდა, მსოფლიოშიც და საერთოდ ქართულად რომ თარგმანები კი იყო და ქართულად კი იყო საერთოდ რასის ტრადიციული კლასიკური სახეობის სახელმძღვანელოები, ძირითადად რუსული მიდან აგებული არის, მაგრამ აი ქართული ცურვის სახელმძღვანელო ეს პირველად არის ორიგინალური ისა, გაკეთებული თავისი მთელი ნახაზებით, იმით ვარჯიშები, რა ვარჯიშებია საჭირო გარდა თვითონ ამ ცურვის და მაინც აი რო შევადაროთ, თქვენ მითხარით რომ ეს ძალიან ადვილიაო, მაგრამ ცოტა წარმოუდგენელია ჩემთვის, ხო? აი. არა, იცით, აი ეს წყლის შიში უნდა დაიძლიოს რა. თუ ეს დაძლეულია და წყალს თან აი შევამხანაგდე მისი ნაწილი ხთები, ძალიან ადვილია. აი როგორც ვიცი, ნაკლებად იღლები უფრო მეტად. აი ეხლა თვითონ კლასიკური ცურვის დროს აი ხელებს ამოძრავებ ფეხებს ისა და ენერგია მეტი მიდის, კი სისრაფე მეტია ამ დროს, მაგრამ აი როდესაც ხელფეხს არ ამოძრავებ, თვითონ მიტყუპებული გაქვს, აი მოკვერცხილობა, რა ქვია ქართულ ისა, აი წყლისთან უფრო ნაკლებია წინააღმდეგობა და ტანი თუ შეჩვეულია, ახლა თევზი დელფინი როგორც ცურავს, ხო, ტანი ცურავს და საკმაოდ აი იგივე ის ხდება თუ წყალთან კარგად ხარ აი შეთვისებული და დაუფლებული ხარ ამ ცურვის იმას, ეს შესაბამისი კუნთები, ზურგის, აი მუცლის ყველაფერი განვითარებულია, მაშინ აი ძალიან ადვილად მიცურავ ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ენერგიას ნაკლებს ხარჯავ და მე მგონია ხანგრძლივობა უფრო მეტი შეიძლება გაცურო ამით, ვიდრე სისრაფე რა თქმა უნდა ჯერ არ არის. ეხლა მე თქვა 56 წლის შარშან მაგალითად 56 წლის ხო ვიყავი 47 წლის ვთქვი რა და 25 მეტრი 24 წამსა და 8 მეათეთში გავცურე ხო ეხლა ამ წლოვანების რომ თქვა ასეთ სისრაფით ხო მიცურავ წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ბავშვებიდან თუ როგორც სხვა ცურვის სახეობებში ვარჯიშობენ ხო ამაში რო ივარჯიშებ არა მე მგონია ძალიან ყოველ შემთხვევაში ბრასზე ბევრად სწრაფი იქნება და საკმაოდ სწრაფიც იქნება ეს აი თვითონ კროლიც მაგალითად 24 წელში იყო მე მგონი ჯონი ვაისმიულერმა ტარზანის როლს უასრულებს პირველად წუთზე ნაკლები გაცურა წუთზე ნაკლებში გაცურე 100 მეტრი კროლით ეს იყო რაღაც ფანტასტიკა და სასაული და რაღაცა და ესე იგი საკმაოდ მთელი საუკუნე დაჭირდა ვთქვათ აი მისაი რომ სისრაფე გაზრდილიყო კროლში მით უმეტეს მთელი ინსტიტუტები მუშაობენ მის იმაზე და როგორ ის ხდება ამ ცურვის ხერხების დაუფლებაზე და ათასნაირ მოძრაობები თითოეული შესწავლი და რაღაცა და მე მგონია რომ კოლხურს დიდი მომავალი აქვს და მე დარწმუნებული ვარ რომ ჯერ საქართველოში რა თქმა უნდა ჯერ გაჭირდება მისი დამკვიდრება ეხლა შესწავლა დაიწყება ჯგუფები უნდა ლაგუნავერეზე პირველი ისეთი ვინც სურვილი გამოთქვა ეს არის შავი ზღვის უნივერსიტეტი რომ არის საერთაშორისო უნივერსიტეტი მესუტ ბოსკირი არის ამ სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე მათი სტუდენტები და ისა დემირელის კოლეჯი რომ არის მათი მოსწავლეები უნდა დავაწყებინოთ ეს სწავლა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხომ არა, ჯერ ეს არის ოლიმპიური, მაგამდე ჯერ საქართველოშია დამკვიდრებული. ეხლა თეორიაში ოფიციალურად როდის უნდა მოხდეს აღიარება? არა, ეგ მაგას ბევრი დრო, დიდი დრო დაჭირდება. იმიტომ რომ აი მაგალითად ბატერფლაი, დელფინი ბრას გამოეყო 1953 წელს.
1953 წელს და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა და დიდი დრო დაჭირდა რომ დამკვიდრებული იყო როგორც სურის ცალკე სახეობა. არ ვიცი ახლა მწვრთნელებს დაიბათ საერთოდ რაღაც სტერეოტიპები აქვს ჩამოყალიბებული რა რაღაც ისეთი ხო ვიცით აი ხშირად მეცნიერიც არის ხოლმე აკადემია რომელსაც აი რაღაც ისეთი ვერ გადის იმ საზღვრიდან რომ როგორ შეიძლება სხვანაირად რამე გააკეთო რა ვთქვათ და ამიტომ უჭირთ ხოლმე მე ვთქვათ ამასაც მე დარწმუნებული ვარ დრო დაჭირდება რომ დამკვიდრდეს ეხლა აი თემურ შაშიაშვილმა ქუთაის იმერეთის გუბერნატორმა მიგვიწვია მე და ვლადიმერ გოიაშვილი საწვრთნო ფედერაციის თავმჯდომარე. იქ ახლა უნდა ეს აუზები ვნახოთ და აგიტაცია, პროპაგანდა გაუწიოთ და იმერეთში უნდა დავიწყოთ ამ კოლხურის აღორძინება. ასე ნელ-ნელა ეტაპობრივად შეიძლება, მაგრამ თავარია დაინტერესება იყოს. ხო, აი უკვე თუ დაინტერესდნენ ბავშვები, აი პატარაობიდან უნდა დაიწყოს. ბევრს ახლა ისე ცალკე ინდივიდუალურად ბევრმა შეისწავლა კიდეც. თქვენი საშუალებით? კი, ჩემს არა პრობლემა არ არის, ვასწავლე ბევრს და ამ კოლხურს ცურავს. ჩვეულებრივად ეს არ არის. ამერიკელი ეს იყო ამერიკაში ქართველი გოგონა არის ერთი ნინო ლესელიძე. ის იყო ჩამოსული, ვთქვათ, იმასაც დაინტერესებული იყო, შეისწავლა წავიდა და იქ ახლა პოპულარიზაციას იქ დაიწყებს ამ იქ ცხოვრობს. ცნობილი მოცურავეები თუ დაგიკავშირდა და ინტერესი იმათი მხრიდან. არა, იქ ჩვენთან ახლა ჩვენთან ნაკრების წევრები და ისინი ფაქტურად ერთ დროს გვიწევს ხოლმე მე როცა ვარჯიშობ, ისინიც იმ დროს, იმათაც იმ დროს აქვთ ვარჯიში და ისინი, არა, იმათთვის ეს ძნელი არც არის. იმიტომ რომ ახლა ბატერფლაის ვინც ცურავს და სპორტსმენი არის, მისთვის ახლა ვთქვათ, აი ამის შეიძლება რაღაც ცალკეული დეტალების და იმის ესე იგი დაჭირდეს ვთქვათ რაღაცა, იმიტომ რომ აქ მაინც განსხვავებული სპეციფიკა აქვს ამ კოლხურს. იმიტომ რომ დელფინისგან ბევრად, იმიტომ რომ იქ ხელებით მოძრაობა სულ სხვა ტალღებს წარმოშობს, სულ სხვა რაღაცეები არა და როცა ხელები არ არის და მარტო ტანით მოძრაობს, სხვა ტალღებია, სხვა წინააღმდეგობებია და სხვა მოძრაობა არის. ამიტომ ვთქვათ, უფრო ადვილად დასაუფლებელია მათთვის. და ბევრიც მე დარწმუნებული ვარ, ბევრიც ალბათ ეხლა მე უფრო იმის იმედი მაქვს, მართლა გითხრათ მე ვერც ახლა პერსპექტივა რომ აღარ ექნება ვთქვათ რაღაც დიდი მიღწევებისა იმ კლასიკურ იმაში სახეობებში მე აქეთ გადმოვლენ და ნელ-ნელა დავიწყებთ ახლა მეც ძალიან ისეთ იმით არ იმაშვები რა ნელ-ნელა ჯობია ნელ-ნელა შეეჩიოს და ქართველებიც აი ნელ-ნელა მაინც აი საკუთარი სახეობა რომა ეროვნული სახეობა ცურის ახლა მით უმეტეს სოფლიო იმაში საერთოდ სპორტში არ არის რაიმე ქართული დამკვიდრებული ხომ ერთი მე მგონი სამბოს ჭიდაობა სამბოროა რომ საბჭოთა კავშირში შეიქმნა იმაში არის ქართული ჭიდაობის ელემენტები და დანარჩენი არაფერი არ არის ისეთი და ახლა თუ ჩვენ აქ დავამკვიდრებთ კოლხურს ну ჯერ როგორც ხალხური სახეობა მაგრამ ნელ-ნელა აი სტერეოტიპებით წაეშლებათ ამ წვრთნელებს და ნელ-ნელა შეიძლება ეს იქცეს ჯერ საქართველოს სპორტის სახეობა და მე ნელ-ნელა დაიწყოს მაგრამ მე უფრო ისა იმის იმედი მაქვს რომ საზღვარგარეთ უფრო მეტი ინტერესი არის აშკარად ხო კი იმიტომ რომ ახლა ინტერნეტში ამ იქ ვებგვერდიც არის ჩემი და იქ ეცნობიან ამ იმას კი და ელექტროპოსტით უამრავი ის მოდის რა შეკითხვები წერილი ავსტრალია ყაზახეთი გინდა სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და სულ აინტერესებთ აი როგორ შევისწავლოთ და როგორ იმიტომ რომ ახალი რაღაცა ჩვენთან რაღაც ცოტა ძნელად ხდება ამის ის იმედი მაქვს რომ ჩვენთანაც ადვილად ხო იმიტომ რომ ახლა ჩვენთან მაინც ისე არის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემებით აი დატვირთული საზოგადოება და ისე თნაირად აი არც ძალიან თან გაჭირებაც არის, რაღაცა არის და ვეღარ იცლის რომ თქვათ მის გონებაში რაღაცა აი ეს ამის დაუთმოს დიდი ადგილი. ბატონ ჰენრი, აი ბოლოს შეკითხვა მინდა დაგისვა, დღეს ძალიან პოპულარულია საერთოდ ვარჯიში, აი ეს მოდაშიც კი შემოვიდა ბევრი დარბის პარკში, მაგალითად ვაკის პარკში რომ გახვიდეთ, მაგრამ მე ვიცი რომ პრინციპში ცურვა ეს არის აი ყველანაირი ანაზღაურება ყველა სხვა სპორტული სახეობის, ეს ასეა თუ არა? ესე იგი მე დარწმუნებულია რომ არ არსებობს აი ვარჯიშის რაიმე აი რომელიც ცურვასთან შეიძლება მოვიდეს მაგრამ ცურვა რა თანაც რა არის აქ შედეგი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
ვთქვათ, აი, ну, ცურვას დაუფლებული ხარ, რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა აუცილებლად და ძალიან მარტივია და ადვილია რა, თავარი ფსიქოლოგიური განწყობა და კარგი მწვრთნელი. თუ დაეუფლები და ვთქვათ, აი, ეკონომიურად ცურავ, თუ ეფლობ, მაშინ ეკონომიურად ცურავ, ხო? მაშინ შეიძლება გაცურო კილომეტრები და არ დაიღალო. იმიტომ რომ მიწაზე როცა დადიხარ, იქ მიწის მიზიდულობაც მოქმედებს, ხო, ვთქვათ და ფეხით მოძრაობა და რაღაც უფრო დამღლელია. იქ უწანადობაც არის გარკვეული წყალში და თუ ვთქვათ აი ცურავ ეკონომიურად, მაშინ 10 კილომეტრიც რომ გაცურო არ დაიღლები, აი დამერწმუნე. მხოლოდ უნდა იცურო მონოტონურად. აი ვთქვათ აი ერთ ტემპში უნდა იცურო. ეხლა ხშირად აუში რო დადიან ცურვაზე, ჩამოდიან და ხან 25 მეტრს ბრასით გაცურავენ, მერე ვთქვათ კროლით და ეს მე მგონი არ არის კარგი. ჯობია ვთქვათ ერთ დღეს 2 კილომეტრი, 3 კილომეტრი გაცურო კროლით მონოტონურად ერთ ტემპში, აი სულ რაღაცა მართლა ჯანებში გაუჯდება კაცს რა, ვთქვათ აი იმდენად საოცარი ეს არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მაყურებელმა ცურვა არ იცოდა აქამდე, ეხლა ალბათ დაინტერესდებიან და უკვე გადაწყვეტენ, რომ რაღაცნაირად აუზზე მივიდნენ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის, მე წარმატებებს გისურვებ. ეს არა მარტო თქვენი, არამედ ჩვენი წარმატება იქნება, საერთოდ ყველასი, თუ მართლაც ქართული ცურვის სახეობა გვექნება, წარმატებებს გისურვებთ, იმედი მაქვს, რომ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. და ჩვენს ეთერში სამზარეულოს დრო დგება ჩვენი მზარეული მანუელი, ფოტოშურის წყალსათხილამურო კომპლექს დაიკირში იმყოფება, სადაც ასევე შეუძლიათ მაყურებლებს მივიდნენ და აი იქაც იცურავ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჰენრი. მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა.